მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ალიანსის წევრი პარტიები მათ რიგებში აღარ მოიაზრებენ, ნაციონალები გაერთიანების დატოვებას არ აპირებს. ნაციონალური მოძრაობა უკვე თვეებია აღარ იღებს ალიანსის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, აცხადებს ნიკა გვარამია. ასევე თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ლოგოს ბანერიდან ამოიღებენ. აღნიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა გადაცემაში სივრცე დიალოგისთვის ნაციონალური მოძრაობის რაიონულმა ლიდერმა კახაბერ ასკურავამ ლანჩხუთიდან. შეეხო მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას წერილობით დაპირისპირებასაც. გადაცემაში ენემის ლანჩხუთის ლიდერმა ნაციონალურ მოძრაობის სამომავლო გეგმებზე, რადიკალურ ცვლილებებზე, ნანუკა შორზოლიანის პარტიაში შემოსვლაზე და პოლიტიკური გაერთიანების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ნაციონალური მოძრაობა არასოდეს არ დაარღვევს ამ ერთობის, ესე ვთქვათ, პირობას და ჩვენ არ გვითქვია, რომ ტოვებთ ერთობას. როცა ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ საკითხი არის მიზანშეწონილი, რომ თვითონაც ესწრებოდეს და გამოთქვას საკუთარი აზრი, ეხლა 26 მაისს რომ უნდა შევიკრიბოთ და რომ უნდა გქონდეს დიდი საპროტესტო აქცია ქონოდა უბრალოდ ამას რაც უნდა, ესე ვთქვათ, ორი აზრი. მე ვიცნობ ადამიანებს, ენემის აქტიურ ამორჩევებს, რომლებმაც ფული ისესხეს და ისე ჩამოვიდნენ, რომ საპროტესტო აქციაში მიიღან მონაწილეობა. ასე რომ ცოტა უხერხულია. ენემს ყავს უერთგულესი ამორჩეველი, რომელიც ყოველთვის დგას იქ, სადაც დგას საქართველოს ინტერესები. ვინ და ნაციონალური მოძრაობა არის გამორჩეულად ის პარტია. ეხლა სოგი გუშინ წინ გახდა ოპოზიციონერი და სოგი გუშინ გახდა და ნაციონალური მოძრაობა 14 წელიწადია ოპოზიციაში არის. ისე რომ არ დაუგდია დროშა ძირს და არც საქართველოს ინტერესები. ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება არა ენემის, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებით. გუშინ 11 იუნის ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოს დელეგაციას სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვდნენ. ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, რომელიც დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის ნაწილია. აღნიშნულ შეხვედრას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საქართველოში. მანამ სანამ ქართლის რეჟიმი ევროპას სრულად პროპაგანდისტულად აბრალებს, ტყილებს, ჩვენ ვხედავთ რეალობას, რაც არის ის, რომ ევროპას არ სურს, რომ ქართულმა ხალხმა დანაკარგი განიცადოს, ევროპას არ სურს, რომ ჩვენ წავიდეთ უკან, პირიქით, ევროპის მიზანია, რომ ჩვენ რაჩება მეტი შეხება ქონდეს ევროპულ კავშირთან, მეტი თანხმედრა ქართული ოცნების რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად დავკარგოთ ყველა ის ჩარჩო მექანიზმი და ინსტრუმენტი, რაც 10 წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საჯარო მოხელის და დიპლომატიის შრომის შედეგად იქნა მოპოვებული. აღმოიგებენ ისეთ კანონპროექტებს, რომელიც შეუთავსებელი არის ევროპულ სამართლებრივ ნორმებთან, ხო, რომელიც ახდენს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას, შეკრების და მანიფესტაციების შეზღუდვას და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების და მედიას საშუალებების, თავისუფალი მედიას საშუალებების შეზღუდვას. და უფრო ახლოვდება ჩვენი მთავარი ევროპული მონაგარის დაკარგვასთან ჩვენი ქვეყანა გულისხმობ უვიზო მიმოსვლას. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, თუმცა ის რო არ მოხდეს, ასევე ყველაფერს აკეთებს ამისთვის ოპოზიცია. ჩვენც და არ დაგვიკლია ჩვენ ევროპელებთან, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე, უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, თუმცა ალბათ მოთხოვნების ფიალასაც აქვს ეს ზღვარი, ამიტომაც აუცილებელია რომ მოხდეს ძალიან მალე ამ სისტემის დემონტაჟი, რომ ამ საფრთხისგანაც მოხდეს თავის არეზე. საქართველო არ უნდა დაექვემდებაროს ევრობიუროკრატიის მუქარას. თუ ბრიუსელს გადაეცი სუვერენიტეტი და შენ სუვერენიტეტი აღარ ქონდა. თუ ომი დაიწყო და ჩამოგექცა თავზე ქვეყანა და აქ კაცები გაგითხოვდნენ, ვიღას ჭირდება მაშინ ვიზა ევროკავშირში. აი ძალიან მარტივი კითხვა არის. არადა ეს ყველაფერი რაც მე ვთქვი, მონაგონი კი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციებში წერია. ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ გარკვეული გონიერება ვიღაცეებს მაინც ჯერჯერობით ეყოფათ, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში მთლიანად არ მოახდინონ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. პარტია გახარია საქართველოსთვის ახალ კანონ პროექტს აინიცირებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ფარულავამ განაცხადა. პარტიაში აცხადებენ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები და ამ ცვლილებებით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია, რაც არსებითად ზღუდავს კონსტიტუციური უფლების, შეკრების, თავისუფლებისა და თავისუფალი გამოხატვის განხორციელებას. ამიტომ
მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრულ აღდგენასა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტური დაცვა. ვაინიცრებთ კანონპროექტს შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერის აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ ამ სტატუს-კვოს დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი, რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ასევე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების მიღწევა. ეს გაჟღერებული ინიციატივა კახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილის მომღვრელიც, რადგან ინიციატორები არიან ამ გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შტურმს და ესეთ დროს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება თავი დაიცვას, თუმცა იმის გამო, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა და მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია დღეს უკვე ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე უწევს ზრუნვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფებს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. საკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, ჯამში 9 კილოგრამამდე მეთადონი ნივთკიცება დამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს 12 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირაულის ფარგლებში ასოციაცია გურიამ გურის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ტრადიციულ მე-11 ჩემპიონატს უმასპინძლა. სპორტული შეჯიბრებები 4 სახეობაში გაიმართა: შაში, ნარჩი, მაგიდის ფეხბურთსა და მკლავჭიდში. დღეს აღინიშნა ჩვენთან შიშუმო პირთა დაცვის დღე. მოსულები ვართ მშობლებიც, მოსული არიან სპეციალისტებიც, სპორტული ღონისძიებებია, გახალისდა ჩვენი შვილები, ჩვენი შვილების ხალისი ჩვენთვისაც ხალისია, ერთიანად შეკრული გუნდი, ყველაფერს მივაღწევთ, ხალისობს ბავშვები და ძალიან დიდი მადლობელი ვარ კოლექტივის. ასეთი დღეები გვინდა კიდევ მრავლად. მიზეზის გარეშეც, რომ ჩვენ შევძლოთ ურთიერთობა და უფრო მჭიდრო კონტაქტები და უფრო მეტი ხალისიანი დღეები ვაჩუქოთ ჩვენ შვილებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის ასეთი ტიპის ღონისძიებები. ძალიან კარგი და სახალისო იყო, ასევე მშობლებიც ძალიან კმაყოფილები და მხიარულად ვიყავით დღეს. გაგვიხარდა დღევანდელი დღე. გაუხარდა ბავშვებსაც. სამშობლოს სიყვარულისთვის ჩანგი გიკურთხო ზენამა. აკაკი წერეთლის იუბილეს ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასელებმა ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასელებმა აკაკის პროზა და პოეზია გააცოცხლეს დამსწრეთა წინაშე. მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20-ს დასაწყისი თემატურად და ვიზუალურად შექმნეს მოსწავლეებმა და სალონური
მუსიკალური სადა და დახვეწილი ღონისძიება. პედაგოგ იამზე კანდელაკის ჩართულობით წარმოგვიდგინეს. ლექსა და მოგონებებს აკაკიზე ეპოქისა და დროის შესაბამისი მუსიკალური ნომრები ახლდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი წერეთელი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოეტი და ჩვენი კლასის ინიციატივით, ალბათ ჩემი მასწავლებლის დახმარებით, შევქმნით ჩემთვის დაუვიწყარი დღე და მივუძღვენით ეს დღე ჩვენს საყვარელ და ქართველებისთვის საყვარელ მწერალს, აკაკი წერეთელს. ჩემი კლასელების ინიციატივით, ჩემი ინიციატივით და ჩემი კლასელების ინიციატივით შედგა ეს დაუვიწყარი დღე. ჩვენი უსაყვარლესი იამზე მასწავლების დახმარებით, აკაკი წერეთელი ყოველთვის საყვარელი მწერალი არის და ეს დღე მართლა ჩვენთვის ყველასათვის ძალიან დაუვიწყარი დღე იყო. 1840 წლის 9 ივნის, ძველი სტილის 9 ივნის დაიბადა აკაკი წერეთელი. ჩემი განსაკუთრებული და დიდი სიყვარული აკაკისადმი ჩემმა მოსწავლეებმაც კარგად იციან და მათი ინიციატივით გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ დღეს დღე მიგვეძღვნა მათთვის. ჩვენი დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოგვეხატა ამ დიდი მგოსნის, საზოგადო მოღვაწის და რაც მთავარია დიდი ადამიანის წინაშე. ფიქრობ, დღევანდელი დღე შედგა. ნომერ მეოთხე საჯარო სკოლის მეოთხე კლასელებმა დაწყებითი კლასების დასრულება გამოსაშვების საღამოთ კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში აღნიშნეს. ამჯერად კულტურის სცენაზე ირმა კვაჭანტირაძის 32 მზის სხივის გამოფწილება ვიხილეთ. მეოთხე სკოლის მეოთხე კლასელებმა დაწყებითი კლასის დამთავრება მათთვის მასშტაბურ სივრცეში მხატვრული კომპოზიციით შემოგთავაზეს. პატარებმა კლასების საფეხურებად, ცეკვით, სიმღერით, ლამაზი მოგონებებით აითვალეს. პირველ კლასს გაღვიძება დაარქვეს, როცა მზე და ანბანი მათი კარგი მეგობარი ირმა მასწავლებელთან ერთად გახდა. მეორე კლასს კი აღმოჩენა, როცა ერთგულების, თანადგომისა და მეგობრობის ფასი ისწავლეს. მესამე კლასში ლამაზმა გოგო ბიჭებმა სამშობლოს სიყვარული შეიგრძნეს და გაიზიარეს. მეოთხე კლასი კი ამ ნიჭიერი ბავშვების გამოსხივება იყო, როცა ჯერ სკოლას, მერე კი ფართო საზოგადოებას დაუმტკიცეს, რომ ისინი ერთი დიდი მხურვალე მზის ნათელი და თბილი ნაწილები არიან. დღის რეჟისორი ირმა კვაჭანტირაძე გახდათ. ქორეოგრაფი ზურა წულაძე, მუსიკალური გაფორმება კი მარეხი მჟავანაძისა იყო. აც უკვე მეხუთე კლასელებმა ფოიერვერკის თანხლებით საფინალო სიმღერა ზეს და სიყვარულს მიუძღვნეს ირმა მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა რომ მეხუთე კლასში გადავედი. პლუს მაგას ყველა ეს ემოციები ძალიან აღელვებული იყო. ძალიან ბევრი ვიშრომეთ ბავშვებმა. ყველაფერი ვიშრომეთ, ვიწვალეთ, აი ძალიან კარგად ჩაგვიტარდა, ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი დავდეთ და ეს ცეკვა გამოგვივიდა და არაფერი არ შეგვსვლია და ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგდათ ვეძლებოდით, ყოველ დღე იყო ჩვენი წვალება, ყველაფერი კარგი იყო. დილიდან საღამომდე კარგად ვიყავით, შრომობდით, ერთგულება დავანახეთ მასწავლებელს. დღეს განსაკუთრებული დღეა მეოთხე საჯარო სკოლის მეოთხე კლასისთვის. დაწყებითი საფეხურის ერთი ეტაპი დავამთავრეთ, გადავედით მეორე ეტაპზე და ეს აღნიშნეთ ღონისძიებით მზის პატარა სხივები დიდ გზას იწყებენ. აქ სცენარში იყო საუბარი მზეზე, ნათებაზე, იყო ძალიან ლამაზი ცეკვები, იყო სიმღერები, მე მგონი გამოგვივიდა, მე ვუსურვებ ლოცავ ამ ბავშვებს და ვუსურვებთ, რომ ყოველთვის გქონდეთ ნათება. ინათონ იყოს მათი ნათება ცოდნით, სიკეთით, ნიჭიერებით და არასოდეს ჩაქრეს მათი ნათება, რადგან დღეს ეს ნათება ჩვენ სამყაროს ძალიან სჭირდება. ჩვენ ვიყავით მომსწრე დღეს არაჩვეულებრივი საღამოში, რომელიც მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გამართეს. კლასის ხელმძღვანელი ირმა კვაჭანტირაძეა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზურა, ის ადამიანები, რომლებმაც ქორეოგრაფიული და მუსიკალური გაფორმებით კიდევ უფრო მეტად დახვეწეს და გაამრავალფეროვნეს. ნახეთ, არაჩვეულებრივად კარგი ბავშვები, საოცარი ბავშვები
და სასიამოვნოა რომ ეს თაობა მოდის განათლებული, ნიჭიერი, ინტელექტუალური, აი რაღაცა ქართული არტისტიზმით სავსე და ეგაა დიდი ბედნიერება. უგმესი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, ვინც ამ ღონისძიების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. მეოთხე კლასელებს მინდა მიულოცო ხვალინდელი ბედნიერი დღე. ყველა ისე აღნიშნავს მეოთხე კლასის დამთავრებას, თითქოს რაღაც ერთი პერიოდი მთავრდება მათთვის, თუმცა მათი ბავშვობა გრძელდება და მინდა ეს დღეები იყოს მათთვის ლაღი, ფერადი, ბედნიერი და ყველაფერი საუკეთესო მინდა მათ უსურვო. ბედნიერ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. ყველანი ძალიან კარგები არიან, ძალიან ლამაზები და ამ წუთას ამ ეტაპზე მეოთხე სკოლა იყო წარმოდგენილი თავისი არაჩვეულებრივი ბავშვები და ყველას ვესიყვარულები, ყველას მშობელს, მასწავლებელს, სკოლას, საერთოდ ყველას ვეუბნები პირველ მასწავლებელს, ყველას მადლობას. მადლობა ამ საოცარი დღისთვის და წუთებისთვის. ნომერ 4 საჯაროს მეორე კლასელებმა სპორტული აქტივობა მხიარული სტარტები წარმოგვიდგინეს და ამით სასწავლო წელი მხიარულად დაასრულეს. ნათია ბოლქვაძისა და ლელა ლომთაძის კლასმა სასაბუღლო არდადეგები მხიარულად და აზარტულად დაიწყეს. სირბილი, ბურთების სროლა, ლაბირინთებისა და წინააღმდეგობების გადალახვა, ტომრით რბენა, ბაგირის გადაზიდვა, კაპიტნების პედაგოგებისა და მშობლების შეჯიბრი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელსაც მხიარული სტარტები მოიცავდა. გუნდები მართვე და ელვა კი სახელწოდების შესაბამისად იქცეოდნენ მოედანზე და სპორტულ შემართებას ავლენდნენ. ცალკე აღნიშნავს ღირსია მხურვალე გულშემატკივრები, რომლებიც შეძახილებით ამხნევებდნენ გუნდებს. მხიარული და მეგობრული შეჯიბრი და გუნდების დევიზები ძალა ერთობაშია და ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის ასევე დასრულდა. ჟიურის გადაწყვეტილებით მეგობრობამ გაიმარჯვა. მე მომეწონა ეს მხიარული სტარტები და მადლობა ნათია მასწავლებელს რომ ესე გაგვახარა. მე ძალიან მომეწონა მხიარული სტარტები და ჩვენს მასწავლებლებს უცით ძიით მადლობებს და ძალიან გვყვართ. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში ჩატარდა მხიარული სტარტები, ზაფხულმა აიღო სტარტი და მეორე კლასელები ასე შეხვდნენ გარდადეგების დადგომას. მხიარული სტარტები დასრულდა მხიარულად, წარიმართა ენერგიულად შემართებით. და მე მგონი ყველა კმაყოფილია. დღეს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე იყო ჩვენს მეოთხე საჯარო სკოლაში. მხიარული სტარტები გაიმართა. ულოცავ მეორე კლასელებს მონაწილეობას. ყველა ბავშვი საუკეთესოდ გამოვიდა. მინდა რომ ეს დღე საწინდარი იყოს ამ ბავშვებისთვის. მხიარული ზაფხული ელოდებათ წინდა. ყველას ვუსურვებ რომ სექტემბერში განახლებული ენერგიით და ენთუზიაზმით დაგვიბრუნდებიან უკან. ჩვენ დღეს ვიყავით მონაწილე მეოთხე საჯარო სკოლის მიერ გამართული სპორტული შეჯიბრობის მხიარული სტარტები. აი შეჯიბრის ორგანიზება გააკეთა სპორტის კათედრამ, სპორტისა და დაწყებითების კათედრა. ბავშვები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ, იყო მხიარულება, იყო თავისუფალი შეჯიბრი. ბედნიერები იყვნენ ბავშვებიც, მშობლებიც, მასწავლებლებიც და თქვენს დამერწმუნებით, რომ იყო ძალიან სახალისო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აი ამ ღონისძიებაში. სტუდია art junior-მა შემაჯამებელი კონცერტი ზაფხულის არდადეგების დაწყებას დაამტყვიეს. კონცერტის შემდეგ სტუდიის ბავშვები ექსკურსიით დააჯილდოვეს. ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლასთან არსებულმა საესტრადო სტუდიამ art junior-ი წლის შემაჯამებელი ღია გაკვეთილი კონცერტი გამართა. სტუდიის წევრებმა ბევრი ახალი და ძველი საბავშვო სიმღერები გააჟღერეს. ტრადიციულად ბევრი იმხიარულეს და ამ მხიარულებაში დარბაზი და მსმენელი აიყოლიეს. კონცერტის ბოლოს საინტერესო სიურპრიზი სტუდიის ხელმძღვანელმა მაია თოთიბაძემ გააჟღერა. ოზურგეთის პედაგოგთა კავშირმა art junior-ელები ქუთაისში ექსკურსიით დაასაჩუქრა. მე მომეწონა ეს კონცერტი, როგორც მე მინდოდა. ისე გამოვიდა, ხო? ხო, მე ვიმღერე სოლო და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მხიარულად ვაკეთებდით ამ რეპეტიციებს და ძალიან გვიხარდა. ძალიან მომეწონა ეს სიტუაცია. ბედნიერი ვარ და ძალიან მომეწონა. შეგარ გამომივიდა და ასეთი კონცერტი კიდე გვექვა. ჩვენ დღეს გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ასე ვთქვათ, წლის შეჯამება.
არჯუნიორმა შეაფასა თავისი წლის ნამუშევარი, საკმაოდ დატვირთული სასწავლო წელი გამოგვივიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი კარგი ბავშვები მყავს. მადლობა მშობლებს. როგორც იცით, ჩვენი სტუდია არის მეორე საჯარო სკოლასთან არსებული. ყოველთვის გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა სკოლის დირექციას. თითოეულ ჩემს არჯუნიორელს ასეთ ნიჭიერს, საოცარს და საუკეთესო ბავშვებს. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხოლო ზუგდიდში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +25 გრადუსში. ჩოხატაურშიც მზიან ავარაუდები და ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ყველაზე მაღალი ტემპერატურა 29 გრადუსი დაფიქსირდება. გადავიდეთ საკურორტო ზონებზე. ურეკში მზე და 26 გრადუსია ნავარაუდები. ბახმაროში ცვალებადი მოღრუბლობა და ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება. ხოლო დედაქალაქში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +30 გრადუსი. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. გურიის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.